40,000 ფუტის სიმაღლეზე ნამდვილი კულინარიული შედევრის შექმნა თითქმის შეუსრულებელი მისიაა. დაბალი წნევის პირობებში ტრადიციული მომზადება სრულიად გამოირიცხება, ამიტომ ავიაკომპანიები წინასწარ გამზადებული კერძების კონვექციურ ხუმელებში გაცხელებას ამჯობინებენ. ძრავის გამუდმებული გუგუნი და სალონის მშრალი ჰაერი ჩვენს გემოს რეცეპტორებს საგრძნობლად აჩლუნგებს, რის კომპენსირებასაც ავიახაზები ხშირად ზედმეტი მარილისა და შაქრის გამოყენებით ცდილობენ. ვიწრო სამზარეულოებში ტურბულენტობა და დროის დეფიციტი საქმეს კიდევ უფრო ართულებს, რადგან ასობით განსხვავებული გემოვნების მქონე მგზავრი ცხელ კერძს ერთდროულად ელოდება. სწორედ ამიტომ, როცა რომელიმე ავიაკომპანია ამ ლოგისტიკურ ბარიერებს ლახავს და რესტორნის დონის მენიუს გვთავაზობს, ნამდვილ ტრიუმფად მიიჩნევა. ამ კულინარიული რევოლუციის სათავეში კი აზიური და ახლო აღმოსავლური კომპანიები დგანან, რომლებმაც საკუთარი უმდიდრესი გასტრონომიული კულტურა ცაში სრული წარმატებით აიტანეს და შთამბეჭდავი სიის ლიდერის პოზიცია უპირობოდ სინგაპურის ავიახაზებს დაუთმეს. სინგაპური ისედაც გამორჩეულ კულინარიულ ცენტრს წარმოადგენს და ავიაკომპანიაც ამ იდენტობას ინარჩუნებს. სპეციალური პროგრამების ფარგლებში ისინი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს იყენებენ, სადაც მგზავრებს ლობსტერის, ნივრიანი კარტოფილის პიურესა და ბალახებში ამოვლებული ცხვრის ნეკნების შეკვეთა ფრენამდე 24 საათით ადრე შეუძლიათ. ხოლო განახლებული ფლოტი და ახალი პირველი კლასის კაბინები საერთაშორისო კულინარიული პანელის შეფმზარეულებს შედევრების შესაქმნელად კიდევ უფრო მეტად შთააგონებს. სინგაპურული ფუფუნების პარალელურად მასშტაბების მუდმივი ზრდით კვლავ ყურადღების ეპიცენტრშია ემირატების ავიახაზები, სადაც ბიზნეს და პირველ კლასში არაბული სანელებლებით ფსტითა და შემწვარი ხახვით შეზავებული ქათამი გელოდებათ. თუმცა ეკონომ კლასის მგზავრებიც კი ვაშლისა და კარამელის მუსიდან ესპანური პაიათი და უწყარ სიამოვნებას იღებენ. ახლო აღმოსავლეთიდან აზიაში გადანაცვლებისას იაპონური ოლნიპონის ავიახაზები ეკონომ კლასის მგზავრებს საქონლის ხორცისა და ბრინჯის ტრადიციული კერძებით მასპინძლობს. უმაღლეს კლასებში კი სპეციალური პროგრამა მოქმედებს, სადაც მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი მზარეულების მიერ ვაშლის სოუსში მომზადებული ზღვის პროდუქტები და ვეგანური რამენი ნებისმიერი გურმანის მოლოდინს აჭარბებს. კონტრასტისთვის ევროპული კლასისკენ თუ გადავიხედავთ, ფრანგული დახვეწილობა Air France-ის პირველი კლასის კაბინებში სრულად შეიგრძნობა. მსოფლიოში აღიარებული შეფმზარეულების მიერ ტრიუფელით, სოკოთი და სხვადასხვა სანელებლით გაჯერებული კერძები, შოკოლადის თბილი ნამცხვარი და უმაღლესი ხარისხის ღვინოების არჩევანი ფრენას ნამდვილ დღესასწაულად აქცევს. ევროპული დახვეწილობიდან კვლავ ახლო აღმოსავლეთის ინდუსტრიის აღიარებულ ლიდერებზე გადასვლისას ხედავთ თუ როგორ ამაღლებს სტანდარტებს კატარის ავიახაზები. 4 კერძიანი მენიუ, მოხარშული საქონლის ხორცი და ვარდის წყლით გაჯერებული კენკრა უმაღლეს კლასს ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს. აფრენამდე კი ილის არომატიანი ყავა და ფინიკის სასიამოვნო განწყობას მყისიერად ქმნის. მეზობელი აბუ-დაბის ენერგიას კი ეტიჰადი აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულინარიული ტრადიციების შერწყმით გადმოსცემს. თაფლისა და მდოგვის სოუსში მომზადებული ქათამი ეკონომ კლასშიც კი შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებს, ხოლო პირველი კლასის კაბინა რიკოტას ბლინებითა და ფორთოხლისა და ვანილის სოუსით ინტიმურ რესტორანს ზუსტად წააგავს. ამ კულტურულ და გასტრონომიულ მოგზაურობას თურქეთის ავიახაზები აგურგვინებს, რომელიც მგზავრებს ყოველკვირეულად განახლებადი მენიუთი, ტრადიციული ბორეკით, ნაკვერცხალზე შემწვარი ქაბაბითა და ბურატას ყველით გაფორმებული პასტით აოცებს. ბაღშმის ბოლოს მირთმეული თურქული ყავა და ლოკუმი კი ამ უნიკალურ გამოცდილებას კიდევ უფრო ამდიდრებს. გლობალური ინოვაციები ამ მიმართულებით სულ უფრო ამბიციურ და მასშტაბურ სახეს იღებს, რაც ამტკიცებს, რომ ადამიანის შემოქმედებით უნარს ფიზიკური ბარიერები ვერასდროს აფერხებს და 40,000 ფუტის სიმაღლეზე მიღებული ეს გამოცდილება თავვიწყარ შთაბეჭდილებად იქცევა.